მოგესალმებით ჩემოდი მაყურებლებო, დღეს მე წარმოგიდგენთ ჯეტია 5 და ამჯერად მარტოყინა ვარ და რა მინდა რომ განახოთ. არც ვიგონკავებ და არც ვარაფერ მისეს არ შევასრულებ. როგორც კომენტარებში წავიკითხე, ბევრს დააინტერესა ჩემი მანქანები, ასევე ჩემი გარაჟი. თუ რა მანქანები მყავს მე. ასე რომ, ეხლა წავიდეთ. გაჩვენებთ პირველ გარაჟს. ეს კარბურატორი კეთება. მეთქი ვიჯო. კარების აიგედა. ახლა წავიდეთ, გაჩვენებთ პირველ გარაჟს. და შევიფასეთ მანქანები და ასევე ვისაც ვინც ჯეტიას იყიდით, გაჩვენებთ თუ რა მანქანები უნდა იყიდოთ, რომელი მანქანები ვარგა, რომელი მანქანები არ ვარგა და ასე შემდეგ, ასე რომ შევიდეთ ახლა გარაჟში. და ნახოთ. ჩემ მანქანასა ვიღაცა არის ახლა აფეთქებს უეჭელი ვიცი. ეხლა გაჩვენებთ ახლა ეს მანქანა ძალიან მაგარია. ეს მანქანა მე ძალიან მაგრად მომწონს ეს მანქანა ეს მოტოციკლეტი ძალიან მაგარია. ეს ფურგონიც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ტყვია გაუმტარია, ვინც გესვრით, ბრონიანია რა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ შუშები ცოტა ისეთი აქვს რა, რო გესვრიან, მალე იმტროვა რა შუშები და კლავენ, ასე რომ ვთქვათ და ისე ვთქვათ მუხარო გესროლო, ნაცეოთხები რო დაამაგრო, ვაფშე არ აფეთქდება და ან ტანკმაც რო გესროლოს, ტანკმა უნდა გესროლოს სადღაც 4-ჯერ უნდა გესროლოს, რომ ეს მანქანა აფეთქდეს. იმიტომ მიყვარს ეს მანქანა ძალიან მაგრად. მაგრამ შუშები აქვს ძალიან სუსტი. ერთი ეგ არის რა, მის მინუსი, ასე რომ ვთქვათ. ეხლა ეს მანქანა ბუგაც რო გავს. ძალიან მაგარი მანქანა არის. მაგრამ სუბუქი არის. და სრიალებს რა. ნაწვიმზე ვაფშე ვერ დაიჭერთ, დამიჯერეთ. თუ კარგ აიარეთ, რა თქმა უნდა, ეხლა ატარებასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ ატარებს, მაგრამ ეგაც კაი მანქანა არის. რაც შეეხება ამ მანქანას. ეს მანქანა არის რაღაცა ბენტლი, ასე Need for Speed რო იყო, თუ გახსოვთ, ვინც თამაშობდით ბენტლი, როგორც ბენტლი დადეს, ისე დადის ეს, რა ვისაც გახსოვთ. ძალიან მაგარი მანქანაა და ერთი ეგ არის, რომ ადგილიდან აღება უჭერს. თორე ისი არის ძალიან კაი მანქანა და მე მაგალითად ყოფილი ვარ ამ მანქანით. ძალიან ბევრჯერ მას შემოვნა ძმაო. ძალიან კაი მანქანა, ესე გუნდაც მოდაგათვალიერებინებთ. ნახე. რაღაც მომენტში ბეტრსაც წააგავს რა, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ბენტლი არ არის. კაი მანქანა არის. რაც შეეხება ამას, ეს არის ნამდვილი ბანძი მანქანა. როგორ გითხრათ რა. ძალიან მაგარი ბანძი მანქანა არის. არ მომწონს მე ეს მანქანა. სიარულით რა, სრიალებს, ძალიან მაგრად სრიალებს, ვერ დაიმორჩილებ და ადგილიდან აღება ვაფშე მაგრად უჭერს. ძალიან მაგრად უჭერს ადგილიდან აღება. ვინმე თუ დაგედევნებოდ და გესვრით ჩათვალე მკვდარი ხართ. ჩათვალეთ. ასე რომ ეს მანქანა გამორიცხეთ, მაგრამ თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ მანქანა და იმის აწყობა გინდათ, ფული არ დაინანოთ და ნახე უკნაც როგორი არის, მოდით. რაღაც სპორტული არის და მე ამ სპორტული როგორც არის ამაში მოვიხიბლე მოკლედ რა რო გითხრათ. ძალიან კაია ესაც. მაგრამ სიარულში ძალიან ბანძია. რა ეს მანქანა, ეხლა ეს მანქანა, არ ვიცი ხლა ეს მანქანა რა არის. რა სახელები აქვს, ხლა ზუსტად არ ვიცი რა მანქანებს რა. ეს მანქანა არის ძალიან მაგარი მანქანა. სიარულით ძალიან მაგრად დადის. მოკლედ, მანევრი აქვს რაღაცა სწავლია მანქანას. ძალიან მაგრად მომწონს ეს მანქანა, იმენად ძალიან მაგრად მიყვარს ეს მანქანა რა, რო იტყვი. მაგარი სპორტული არის, სალონი ძალიან მაგარი აქვს და მანევრიც ძალიან მაგარი აქვს და ადგილიდან ძალიან სწრაფად იღებს. რაც შეეხება მანქანას. როგორ გითხრათ ახლა ეს მანქანა. ეს მანქანა არის არც გადასაგდები არის და არც ისეთ პონჩი რა. რო იყოლიოთ, ეს მანქანა რა ვერ გასიამოვნებთ რა, ასე რომ ვთქვა, აი თქვათ
მაგრად რომ დაიდგას ვერ რა სრიალებს ბაზარი არ არის მაგრამ სპორტული არის რაც მე მაგრად მიყვარს სპორტული მანქანები და ისევ ამ სპორტული როგორც სპორტულია ისევ ამაში მოვიხიბლე და ასე ვთქვათ მომხიბლა მანქანამ რა Need for Speed როგორც არის SLR რო იყოს თქვენ თუ გახსოვთ Mercedes SLR გრუჩდელები აი გვერდებზე რო აქვს ანუ რა ამანაც მაგრად მომხიბლა და ავი ძალიან მაგარია ძმაო კაია ძმაო დამიჯე კაი მანქანა არის სპორტული ოღონდ ძმაო სიარულით რა მოკლედ რა ვერ დაგაკმაყოფილებთ ჩემო მეგობრებო ასე რომ მე ნახეთ ფულს გადავიხდი ნებისმიერ სპორტულად რო ეწყობდეს მე ავაწყობდი ყველა მანქანას მაგრამ ეს ეწყობა მაგრამ სპორტულად და ეს სამი რა ისევითაც რო არის ეს სამი რა ძალიან სპორტულად ეწყობა ჩემი როგორ აი ყველაზე მაგარი მოტოციკლეტი მე ძალიან მაგრად მიყვარს ეს მოტოციკლეტი და რავი რა ყველაფერი აი ეს აყვას ბოლო დონეზე აწყობილი ძალიან მაგარი სპორტულია ძალიან მაგარი ხმა აქვს ძალიან მაგრად დადის და ძალიან მაგარ მანევრებს აკეთებს ძალიან მაგარი მოტოციკლეტი ეს იყიდეთ დამიჯერეთ და იყიდეთ მეორე მოტოციკლეტი აი წინ რო დგას წითელი ამას აქვს ნიტრო ანუ ნიტროს აძლევთ რა და ამასაც ნიტრო აქვს მაგრამ ნიტროს ვერ აძლევთ ასე რომ ძალიან მაგარია ძალიან მაგრად მიყვარს ეს მოტოციკლეტი და ყველაზე ჯართი მანქანა რაც მე მყავს ყველაზე ჯართი მანქანა მაგრამ რა მომხიბლა ისო ამ მანქანაში ყველა ვიგეთო გრუჩდელებმა და წინ სპოილერებმა უყურეთ ნახეთ წინ რადიატორმა ასე რომ ეს მანქანა ძალიან მაგრად მიყვარს ძალიან მაგრამ სრიალებს და მოკლედ დრიფტის მაგრამ გამოგადგებათ ეს მანქანა და ზევით წითელი მანქანა რო დგაგე ზევით ის დრიფტისთვის იმენა ძალიან მაგარია და სიარულისთვის ვერა ანუ კარგად ვერ ითქავს ასე რომ ახლა გადავინაცვლოთ შემდეგ ფუდი წავიდეთ ამ მოტოციკლეთით შემდეგ მაშინ წავიდეთ რა ქვია გარაჟში წავიდეთ ეს მანქანა ძალიან მაგარი არის აქ რო დგას ეს მანქანაც ყავს აწყობილი და მაგრად მას შემონა ამ მანქანამაც ესაც ჩემი მანქანა არის მაგრად მომწონს ეს მანქანა რა Lexus წააგავს რა რო იტყვია ასე რომ ესაც იყიდეთ დამიჯერეთ ძალიან მაგარი მანქანა არის წავედით ახლა შემდეგ გარაჟში ჩემი მოტოციკლეტი აი რო გეუბნებით ძალიან მაგარი არის თქო მე ძალიან მაგრად მიყვარს ეს მოტოციკლეტი კიდე რო ეწყობოდეს ეს მოტოციკლეტი თქვათ ამისთვის მე ფულს არ დავინანებდი მე ყველაფერს ახალს დავუყენებდი ყველაფერს არა ეხლა ძალიან მაგრამ ყავს აწყობილი მაგრამ კიდე რო ეწყობოდეს უფრო ძლიერი დავაყენებდი შევიდეთ ახლა აქ ახლა გაჩვენებთ შემდეგ მანქანებს და რავი თუ მოგეწონებათ რავი ჩემი გარაჟი ჩემი მანქანები ასე რომ თქვა დაალაიქეთ და აკომენტარეთ და ასე შემდეგ ეს მანქანა CCX ძალიან მაგარი მანქანაა ძალიან კარგად დადის ძალიან კაი მანევრი აქვს და რაც თავარია არასრიალებს იმე კბილებით ეჭირდება ტრასას რო იტყვიან აი წიმაშიც და ისეც ძალიან მაგარი მანქანა არის ეს ამ ხრივ მიყვარს ძალიან მაგრად ეს მანქანა და ძალიან დიდ პატივს ვცემ ასე რო იტყვი Lamborghini ესაც ძალიან მაგარი მანქანა არის სწრაფი არის ადგილიდან ძალიან მაგრად იწვეთავს აი თქვა გაჩერდი ხო ძალიან ადვილად იღებს რა სწრაფად იღებს და ხმა აქვს რაღაც სასწაული რა მე წივის რო დადის რა ძალიან მაგარი მანქანა არის მაგრად მიყვარს ეს მანქანა არა სრიალებს და როგორც CCX-ი ისი არის ეს მანქანა გეკითხარით ეს მანქანა არის რაღაც აი სასაცილო მანქანა რა რო იტყვი სიარულით დადის აი ვერ იტყვით რომ ბაცი მანქანა არისო რა
რაღაც საღადაო მანქანა არის რა, აი გურჩილებს უყურეთ უკვე. просто გურჩილებზე უნდა იღადავთ. უყურე. საღადაო ძალიან მაგრა გამოგადგებთ ეს მანქანა, თქვა. აქ შეგიძლიათ ამ მანქანით შეხვდეთ მაღაზიაში, გადმოусვლიათ, თქვა, მანქანიდან არ გადმოხვიდეთ, ისე შეხვდეთ ამ მანქანით. ძალიან მაგარი მანქანა არის. საღადაოდ. ისე სიარულით არის რა. ეს გამოგადგებათ, ეს მანქანა გამოგადგებათ ფურგუნი, როცა ბევრი ხართ რა. თქვა, ბევრი ხართ. ახლა ქართულები შევიკრიბოთ 4-5 კაცი. ჩაიტევა აქ 4 კაცი. 2 წინ, 2 უკან. თუ უფრო მეტი იჯდება, ზუსტად არ მახსოვს. ამას გააგებთ უკან კარებს და ჩაჭედებით რა. ძალიან კაი მანქანა არის. გრუპისთვის ძალიან კაი მანქანა არის ეს. და კარგადაც დადის რა. ეს მანქანა კიდე. აუ, დიდი ბოდის სახელები არ მახსოვს ზუსტად ახლა რა მანქანები მყავს და მთელი ამბავი. მაშინ შევიდე სახელები უნდა ვნახო. თვითონ საიტსაც ვიყიდე. ასე რომ ეს გავს რაღაც სპორტული არის რა, რაღაც მიცუბის უკიდან თუ დააკვირდებით მიცუბის საგავს. აი სპორტული მიცუბისები რო არის, იმას აგავს უკიდან ძალიან მაგრად. და სპოილერიც ძალიან მაგარი აქვს და კარგადაც დადის, მანევრიც კარგი აქვს, ასე რომ გირჩევთ ეს მანქანები იყიდოთ. აქ რაც არის, ეს მანქანები იყიდოთ, დამიჯერეთ გამოგადგებათ. ეს მანქანა დინკა ძალიან კაი მანქანა არის, სპორტული არის. და მანევრიც ძალიან კარგი აქვს, ჩემო მეგობრებო. რავი, სიარულთაც ძალიან კარგად დადის, თუმცა გასაგიჟებლად არ დადის, მაგრამ ძალიან მაგრად დადის. ანუ ახლა ტეოც ახლა ვერ შეედრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგად დადის რა, თვითონ ეს სპორტულიც უარეს და რა, როგორც თქვი, სპორტული რომელი მანქანა სპორტულად ეწყობა, მე იმაში ყველანაირ ფულს მიცემ რა, ყველანაირს აბსოლუტურად. ჩარიცხოთ რომ მომიწიოს. ეს მანქანა არის ძალიან მაგარი მანქანა. იმ ხრივ რომ შეხედეთ, ნახეთ, ვაიმე სიტყვები ამყოფის რა, ეს მანქანა ძალიან მაგრად მიყვარს მე. ძალიან მაგრად. მაგრამ სრიალებს ძალიან მაგრად რომ იყვენ უკან ნახეთ. როგორი არის მოკლედ ეს მანქანა იდგავს კიდევაც კარგად სრიალებს ოღონდ და აი სველი თუ არის ტრასა ვერ ატარებთ ამ მანქანას დამიჯერეთ ძალიან მაგრად სრიალებს გადავიდეთ ტეოზე კურუმა შემოვინახოთ გადავიდეთ ტეოზე ეს ტეოზე არის რაღაცა სასტიკი მანქანა რა რო იტყვია უძლიერესი მანქანა ძალიან მაგრად მიყვარს ეს მანქანა და დიდ პატივს ვცემ, ჩემი ფავორიტო მანქანა არის. სილამაზით ხო ვაფშე და დიდ სწრაფით რო დადიხართ, უკან ის ამოდის, სპოილერი ამოდის. ახლა კარებზე ვიღაც მიერიკავს შემოსვლა უნდა ჩემ გარაჟში, ასე რომ ყურადღებას არ მივაქციოთ. ასე რომ თქვათ, ძალიან მაგარი მანქანა არის, 2 მილიონი ღირს თუ არ ავწდები, კი 2 მილიონი ღირს. ეს მანქანა იყიდეთ, დამიჯერეთ, ძალიან მაგარი მანქანა არის. არს რეალებს, ძალიან სწრაფად იღებს ადგილი და ძალიან სწრაფად დადის და ასე შემდეგ. კაი მანქანა არის. რაც შეეხება კურვას, ჩემო მეგობრებო, შეხედეთ. ეს არის, რაც შეტია დავიწყე, ეს არის ყველაზე მაგარი მანქანა. რაც მე მყავს, მოკლედ, არ ტეოცი და არც არანაირი მანქანა არ მინდა. ოღონდ ეს მყავდეს. დამიჯერეთ. სიარულით კარგად დადის, არის ისე არ დადის, თქვა გასაგიჟებლად, აი თქვა ტეოც რო გაასწრო და იმას ვერ გაასწრებ. მაგრამ შედი ომში გინდა, აი გესვრიან ხო? საიდანაც არ უნდა იქიდან გესვროდნენ, ხო? შევარდი, უცებ მიცხლი მოცხლი გამოდი. სიო. გვიან პეთქდება თავი მოხარბუხდეთ, ჩემო მეგობრებო. თავარი ეგ არის. თორე ისი არის ძალიან მაგარი მანქანა. მენ გიჟი არის არო იტყვა და იმ ფურგუნი რო განახეთ, ისაც ხრონიანი არის, მაგრამ ის შუშები აქვს ერთი ეგ არის სლაბი. ამას შუშებიც მაგარი აქვს, გვიანაც ფეთქდება, მანევრიც კარგი აქვს, ან კარგად ადის, არა სრიალებს ისე რა, მაგრამ კაი მანევრი აქვს. ანუ ეს არის ჩემი გიჟი მანქანა რა, ეს ჩემი კურუმა. ასე რომ წავედით ახლა შემდეგ გარაჟში.
ასე რომ ჩემო მეგობრებო გირჩევთ რომ იყიდოთ ჯერ რაც ძვირი იყის ანუ ტეოცი იყიდოთ კურუმა იყიდოთ შენ ურეკავ შენ სარამცალია ტეოცი იყიდოთ კურუმა იყიდოთ კიდე ლამბურჯინი იყიდოთ ახლა მათ რო გაგაჩვენეთ ლამბურჯინი იყიდოთ ძალიან მაგარი მანქანები არის ახლა წავიდეთ შემდეგ გარაჟი მაქვს მე ახლა ვიგაჩვენებთ ნაყიდი მაქვს კიდევ აქეთ წავიდეთ ახლა აქეთ და მანდაც გაჩვენებთ ჩემს მანქანებს და ვინც ჯეტიას იყიდეთ კაი მანქანების ჯერ ისეთი მანქანები არ იყიდოთ თქვა აი რომელიც სპორტულად ეწყობა და თქვა ეს გინდათ რომელიც კარგად დადის ჯერ იყიდეთ იმიტომ რომ მე რბოლებში გამოგადგებათ მე რბოლებს რო ითამაშოთ ფერები უნდა დახსნათ უნდა მოიგოთ ან ფერები უნდა გახსნათ და არანაირად არ გამოგადგებათ ისეთი მანქანები რომელიც სპორტულად ეწყობა და სრიალებს და ასე და ასე შემდეგ იყიდეთ ისეთი მანქანა თქვა აი როგორც ტეოცი არის ლამბურჯინი როგორც არის და ერთი კიდე ლამბურჯინი არის იმ ლამბურჯინის სახელი არ მაქვს სამწუხაროდ და მივიდეთ ახლა გაჩვენებთ ეს რა არის აქ ეს რაღაც მისია არის და ეს რა არის ვერ ხვდები აქ რაღაც მისიას მიჩვენებს აქეთ შევით არის ხო აი კარის აგე აი ეს არის მე რა დავერ ვიღებ წავედით ამ პუც აიღებთ ეს ახალი მისია და ამაც ამ პუც აიღებ და მოაწახვიდე შორს რა რომ არ მოკლან და მე რაღაც ქულები გემატება და ასე შემდეგ რა ასე რომ წავედით შევედით გარაჟში დავათვალიეროთ არ გვინდა ახლა ეგ მისია ნახდათ ეგ მივა და ეგ მაგანა იყოს არ გვინდა ეგ მისია მე ის გულითაც წერ და როგორც ზაგაინტერესდათ ჩემი მანქანები იმიტომ რომ უნდა განახოთ ეხლა აქედან ბევრ მანქანების გაყიდვას ვაპირებ რომ იცოდეთ და თქვენთანაც კომენტარებში გამოხატეთ თქვენი აზრი რა მაგალითად ეს მანქანა მინდა რომ გავყიდო ეს წითელი რაღაცა შინელად დადის არ მომწონს დიდი არის ხო ლამაზი არის მაგრამ არ მომწონს თუ უკეთესი მანქანა დადეს ჯეტია ხოჩი ამას უჭერი გავყიდი ეს არ მომწონს მოწონებით ლამაზი არის კი მაგრამ სიარულით ვერ დადეს ეს მანქანა არის ძალიან კარგი ლამაზი და კარგადაც დადის არასრიალებს და სალონის კაი აქვს გასიამოვნებთ რა ეს მანქანა კარგია და სილამაზითაც რა შვენიერია მე მაგრად მომწონს მაგალითად და სპორტული სალონი აქვს ნახეთ შეგნით Skyline გახსოვთ იმედია Need for Speed World-ში online რო იყო მე ვთამაშობდი ყავდა Skyline-იც მილიციის ამყავდა მოციქ და თქვენც თუ გახსოვთ რა ზუსტად ესეთი ეწყობოდა უკან წინე ესეთი რადიატორის პუნქტი რაღაც გადმოშვერილი და უკან ესეთი კრუშტერი მეგონი უყენდებოდა აღარც მახსოვს ზუსტად და მყავს რის გულის ძალიან მაგრად მომწონს მაგრად მიყვარს ეს მანქანა Need for Speed-ში მყავდა ეს ორი ცალი აწყობილი იმიტომ რა ძალიან მაგრად მიყვარს ეს მანქანა და მაგრად მომწონს სიარული დადის ნორმალურად გასაგიჟებლად არ დადის სრიალებს ცოტა რა ისეთ პონჩი რა სრიალებს რა ასე ვთქვათ რა გააჩნია მანევს ხა თუ შეხვალთ ხან მოსრიალდება ხან არა ესეთ პონჩია რა ეს დოჯი ჩემი ყველაზე გიჟი მანქანა ესაც მაგრად მიყვარს ძალიან კარგად დადის არასრიალებს და ლამაზი არის რაც თავარი არის ძალიან გიჟი მანქანა არის და იყიდეთ ეს დამიჯერეთ არინალებთ იყიდეთ ეს და აი ეს შავი კიდევ ესეც კარგი არის და რა თქმა უნდა გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე მაგარი მაფიოზური მანქანა დამიჯერეთ ბევრი თუ ხარ თქვა 4 კაცი თუ ხართ 4 კაცი უეჭველი ეტევა რო იცოდეთ ორი უკან ორი წინ
4 კაცისთვის ძალიან საღადაო მანქანა არის რა ესაც რა თქვა რო იაროთ მაგარი მაფიოზური მანქანა არის რა და მაგ პონჩი მყავს რა უფრო კაცური მანქანა არის რა ასე ვთქვა როგორც Mercedes-ი რო არის იმ კაცური ისეთი ის რა გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე ეს რალისთვის ეს მანქანა არის ძალიან მაგარი მანქანა რალისთვის მაგარი მანქანა არის მაგრა გასიამოვნებთ რალში ეს მანქანა და დამიჯერეთ თუ კარგად ატარეთ რალში ეს მანქანა ყველა ხელს მოიგებთ რა კაი მანქანა არის რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა გიყავდეთ დაწყობილი კაი მანქანა არის სიარულიც კარგი აქვს არა სრიალებს და ასე შემდეგ კაია ზონდას გავს მე მგონია რა თუ არ ზონდას არ აგავს რავია მანქანა არის ეს GT-ში რა სახელი აქვს სახელი მიახლოებით ვიცი მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რა სახელი აქვს რა მანქანას GT-ში კაი მანქანა არის ადგილიდანაც კარგად იდგავს აღება კაი აქვს მანევრი კაი აქვს და T20 ვერ შეედრება რო იცოდეთ T20 მენა გიჟია გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე ესაც სწრაფი არის დაჟე ამ შავზე უკეთესი არის ამაზე უკეთესი არის აი ამ შავზე უკეთესი არის ეს თეთრი რო იმიტომ რომ ძალიან ადგილიდან ძალიან მაგრად იდგავს ანუ აღება კაი აქვს მანევრი კაი აქვს არა სრიალებს და იმაზე მე მგონი სპორტულიც არის თუ არ ვცდები კი და შემდეგი მანქანა Nissan Spets გავს ეს ძალიან მაგრად Need for Speed-ში რო იყო Nissan Spets-ი იმას გავს ძალიან მაგრად უკან ფარებით მოყვანილობით შეიძლება ინტერნეტ არ წააგავდეს მაგრამ უკან წინდა ძალიან მაგრად გავს ძალიან კაი მანქანა არის სპორტული არის მანევრი კარგი აქვს კარგად იდგავს არ ასრიალებს რავი კიდე რა გითხრათ ადგილდანაც კარგად იღებს მოკლედ ძალიან კაი მანქანა არის და გირჩევთ რომ ეს მანქანა იყიდოთ აი ეს მანქანა აი ჩემ წირო არის ხედავთ აი ეს მანქანა იყიდოთ აი ეს მანქანა ეს ძალიან მაგარი მანქანა მე მგონი T20 სწრაფი ეს არის თუ არ ვცდები არ გავამიცდია ჩემ თვალში ჯერ ეს მანქანა არის მაგარი მერედი არის T20 სისწრაფეში მე არის T20 და მე არის უკვე ეს თეთრი მანქანა წინ ეს მანქანა მე ეს თეთრი მანქანა წინ მე ეს შავი და მე უკვე დანარჩენები ასე რომ ეს მანქანა იყიდეთ ძალიან მაგარია არინანებს დამიჯერეთ მაგრა გაგისწორდებათ ძალიან მაგრად დადის არ ასრიალებს ადგილიდანაც მაგრად იღებს და ასე შემდეგ რავი ეს არის ჩემი გარაჟი სულ გაყიდვა მინდა მე აი დიდი ცდელის გაყიდვა მინდა თუ კაი მანქანა დადეს რა თქმა უნდა ჯერჯერ თიცარ დავადები იყოს ეგრე იგდოს და რავი მეგობრებო იყიდეთ ეს მანქანები დამიჯერეთ მე ჯერ გიჩევთ იცი როგორ მანქანები იყიდოთ აი რომელიც კარგად დადის რა თქვა გიჩევთ აი ეს Lamborghini იყიდოთ აი ეს იმიტომ რომ ეს Lamborghini გამოგადგებათ ყველა გზაზე რო დაიწყებთ თამაში GT 5-ის უნდა ისაქნათ რა უნდა ითამაშოთ რბოლები გაგიხსნათ მერე ნაწილები ახლა წავიდეთ გარაჟში და გაჩვენებთ ახლა ნაწილებსაც რამდენი ლეველზე ხსნის და ასე და ასე შემდეგ შეიძლება ახლა ლეველები არ აჩვენს იმიტომ რომ მე უკვე ყველა ნაწილები დახსნილი მაქვს სამწუხარო და შეიძლება თქვენ ვერ გაჩვენოთ იმიტომ რომ მე გახსნილი მაქვს და უკვე შეიძლება აღარც გამოჩნდეს ჩემთან ასე რომ წავიდეთ ახლა შევიდეთ და პირველად რო დაიწყებთ თამაში და თქვა ფული თუ გექნებათ იყიდეთ კორპუსში რა სახლი იყიდებათ ცალ-ცალკე რო აი თქვა სახლი არ გინდათ გინდათ მარტო გარაჟი და ის გარაჟი არის მე მგონი 5 მანქანას იტევს ის გარაჟი და კორპუსში თუ იყიდით ხო სახლს 10 მანქანას იტევს ანუ ის გარაჟი 10 მანქანას იტევს და კიდევ გემატებათ ლესტერის მისიები და თუ თქვათ იყიდით მარტო გარაჟი გინდათ და სახლი არ გინდათ ეგრე ლესტერის მისიებს არ გაგიხსნით სამწუხაროდ რომ იცოდეთ ასე რომ სახლს გირჩევთ მე ყველანაირად ეხლა
შევიდეთ აქ. აუ, არა. ლეველებს არ მიჩვენებს მე. მოტორი. ხო, მიჩვენებს. ნიველი. პირველი ნიველი. ანუ ეს რო დააყენოთ. აუ, არ მიჩვენებს მე ლეველებს სამწუხაროდ. სამწუხაროდ მე გამიხსნა ეს მოტორების ის არის ლეველები. ანუ პირველ ლეველზე გააძლიერებ, ორ ლეველზე, სამ ლეველზე, 4 ლეველზე. 4 ლეველზე ძლიერდება მანქანა, მე 4 ლეველზე მყავს გაძლიერებული ეს. ანუ ეს არის მოტორები რა. და ასე შემდეგ პასატკები და ფერები და ფერებში შევიდეთ. ეს არის ფერები, ეცვლება ფერები მოტოს. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თუ თქვათ კიდე კრევში ხართ ისა გაწევრიანებული თქვენი კრევის ფერი. ანუ კრევ, ეს არის ჩემი კრევის ფერი. და კიდე ხო კრევის ფერი და თან დროშაც ყენდება, დავაყენოთ დროშაც. დროშაც დავაყენოთ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მე გირჩევთ კაი მანქანები იყიდოთ თავიდან რო იწყებთ თამაშს და მერე უკვე როცა დახსნით უკვე ნაწილებს რო დახსნით, ნაწილებს თუ არ დახსნით, მაგრამ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ მანქანა არ ივლის კარგად, სამწუხაროდ და უფრო გზებს, ანუ რბოლებს წააგებთ ძალიან ბევრს, რომელიც საჭიროა რომ უნდა მოიგოთ, გახსნათ ფერები, გახსნათ მოტორები, პასატკები და ასე შემდეგ ფერები რა რაც მნიშვნელოვანია და მოტორები. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მოდი მე დღეს აქ დაგემშვიდობებით, რაც გაინტერესებდა. თუ რამე დაგაინტერესდებათ, კიდე დატოვეთ კომენტარები და ან თუ ყველა კომენტარი არ ნახე მაგის გულიზე არის ახლა რომ ან თქვენი კომენტარი გავატარე, ნახე, მაგრამ ზოგი კომენტარი დამიჭერთ მავიწყდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარები არის და ყველას ეგრე ერთდროულად პასუხის გაცემა ნახდათ მიჭერს, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც გულით გაგცეთ რა ეს პასუხი რა რო იტყვიან და კარგად აგიხსნათ რა, იმიტომ რომ მე უკვე გამომიცდია ის და ვიცი რომ ჯეტია ხუთში რომ შემოვედი და რომ დავიწყე თამაში, არავინ არ ამიხსნა, როგორ იხსნებოდა ნაწილები, როგორ იხსნებოდა ფერები, როგორ ძლიერდებოდა კიდე მანქანა და იარაღები როგორ უნდა ვიყიდოთ კიდე. არავის არ უსმია და მაგის გულზე ძალიან ბევრი ფული დავხარჯე, ძალიან დიდი ხანი ვითამაშე რომ მოკლედ გამერკვია ყველაფერი და არ მინდა თქვენს ეგრე მოგივიდეთ, იმიტომ რომ ფულის ის შოვნა რა, ანუ ჯეტიაში ძალიან ძირად აგიჭირებთ, უნდა ითამაშოთ მისიები, ზოგი მერე მოთამაშე შემოვა, ის მოთამაშეს არ მოეწონება მისია, მერე შუა მისიიდან გავა, მერე ის მისია ისევ ახლა უნდა დაიწყო, იმიტომ რომ იმდენ ფულს აღარ მოგცემს, ზოგი ისეთი მისია არის, რომ ერთი კაცი თუ გავიდა, всё, ის მისია უკვე წარმატებულად აღარ ჩაგეთვლებათ, გამოგაგდებთ მისიიდან და არ მინდათ რომ ესეთი პრობლემები თქვენ შეგექმნათ, მინდა რომ ჯეტიასო დაინსტალირებთ ეგრევე, იცოდეთ რა ფული რაში უნდა მისცეთ და ყველაზე ღირებული თქვენთვის რა არის რა, ანუ ჯეტია ხუთში რომ ის გამოგადგეთ. ასე რომ ახლა შევიდეთ იარაღებში. კიდე რა მინდა კიდე გითხრათ, იარაღებს ხსნის კიდევ რბოლები უნდა ითამაშოთ. რბოლებიც უნდა ითამაშოთ, მე რბოლებიდან რაღაც ლეველებს გაძლევთ, იმ ლეველებზე უნდა ახვიდეთ. მე ვარ 263 ლეველზე, ყველაფერი დახსნილი მაქვს. ათავარი ახლა იარაღებს უნდა ახლა ლეველები. ახლა მე რო შევიდე იარაღებში იგივე იქნება, იმიტომ რომ ლეველებს აღარ დამიწერს, მე ყველა იარაღი ნაყიდი მაქვს, ასე რომ მოდი ახლა წავით ან ვიარო თანაგე გაგიხსნით იარაღებს თუ რა ლეველებზე ხსნის და ყველას საჭირო არის ჩემო მეგობრებო, გადმოვიდეთ ახლა იარაღებს გაჩვენებთ. ცა პაციფიკო ვარ და ძალიან ბევრი ხალხი იყო და რო არ მოვეკალე თან ვიდეოს რო ვიღებდი, რო არ ჩამშლიყო ვიდეო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თუ ფული გექნებათ, აქ ჯეტია ხუთში ფულის ჩარიცხვა ხდება, ბანკის კარტა უნდა გქონდეთ, იმ კარტაში ფული უნდა გქონდეთ ჩარიცხული, მერე შეხვალთ ამ კარტის მონაცემებს ჩაწერთ და რამდენიღაცა მილიონი არის, რამდენი მილიონიც კიდე იმას ამოირჩევთ, მე მგონი
8 მილიონი ღირს 38 ევროს ზუსტად არ მახსოვს და სისულელია ჩემი აზრით ფულის გადაყრა აქ უნდა ითამაშო, კაი გრუპა უნდა გააძრო GTA 5-ში და მაგდო ვიძახი უნდა იყიდოთ GTA 5 შემოხვიდეთ მე ყველანაირად აგეხმარებთ ბევრ ფული გაშოვნინოთ მისები ვითამაშოთ და აქ ზოგჯერ ადმინები აკეთებენ ფულის გაორმაგება, ლეველების გაორმაგება და მაგით ავედი მე ამდენ ლეველზე მე თამაშობ თქვათ ვიდეოს რო ტვირთავ ვერ შემოვთამაშობ და გიორგი მისიებს და მინდა რომ ფული მოვაგროვო საახალწლოდ ახლა შეიძლება რაღაცები დაამატონ იარაღები, ტასაცმელები, მანქანები და მინდა რომ ფული მქონდეს რა ყოველ შემთხვევაში საღოლ ირაკლი ფული მქონდეს ყოველ შემთხვევაში რომ ვიყიდო ეს ყველაფერი მერე თქვენს გაჩვენოთ ვიდეო გადავიღო რომ ყველას აინტერესებს ახალწლებზე რა სამატებენ რა ხდება GTA 5-ის სიახლე უმეტეს აინტერესებს ასე რომ შემოძვირფასებო ახლა მე გაჩვენებთ იარაღებს გავაჭიროთ მოტოციკლეტი ახლა მე გაჩვენთ იარაღებს ამ კალაშას კალაშნიკოვს ხსნის სათო აკაემია რავი ამას ხსნის სადღაც 50 ლეველზე თუ სწორედ მახსოვს მიახლოებით არ ვიცი რომ მიცოდეთ 40 ეგრე სადღაც 50 თუ 40 ლეველზე ხსნის ეგრე სადღაც და რაც თავარია ამას ხსნის ახლა ტყვიები არა მაქვს ვაფშე ამას ხსნის 120 ლეველზე თუ არა თუ 100 ლეველზე 100 ლეველზე ეგრე რაღაც ხსნის კიდევ ამ აბრეზებს ხსნის დაბალ ლეველებზე ამას იყიდით ეგ პრობლემა არ არის ამას ხსნის კიდევ 150 ლეველზე თუ 120 ლეველზე ზუსტად აღარ მახსოვს დიდ ბუდის გიხდით იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი რაც ეს იარაღები მაქვს და რაც ყველგან გამოგადგებათ ეს იარაღი ბრუნიან მანქანებს აფეთქებს თვითფრინავებს ყრის და მისიებში ჩათვალეთ რომ თუ ეს იარაღი გაქვთ იმისიაში გაქვთ ყველა მისიაში გავხართ ასე რომ ამ AWP-ებს ხსნის 100 ლეველამდე სანამ ახვალთ რა ანუ 80 90 და ეგრე ლეველებს დაბალ ლეველებზე ხსნის ანუ 100 და 200 ლეველები არ უნდა ანუ ხსნის რა ასე რომ ჩემო მეგობრებო ამას ხსნის სადღაც 90 არა თუ 110 ლეველზე ეგრე რაღაც ასე რომ ჩემო მეგობრებო დანარჩენი იარაღებს ხსნის დაბალ ლეველებზე ყველაზე დიდ ლეველზე ხსნის მუხას და ამას პული მიუტევ თუ რა არის შე პროსტა როგორი ხმა აქვს ყურე შეხედე რა პროსტა როგორი ხმა აქვს ძალიან მაგარი იარაღებია და დანარჩენი იარაღებს ხსნის აბრეზებს და იმას დაბალ ლეველებზე და თუ რამე დაგაინტერესებათ კი ჩემო მეგობრებო რატოვეთ კომენტარები მე ყველაფერს აგიხსნით გაჩვენებთ რაც შემეძლება თუ ფულის გადახდა გადავიხდი რომ ვიყიდო და გაჩვენოთ თუ თქვენ რაც გაინტერესებთ და ასე შემდეგ რომ იცოდეთ თქვა GTA 5-ს დაინსტალებთ რა უნდა გააკეთოთ რო არ დაიბნათ ფულის თქვათ არ გადაყაროთ და მინდა რომ ასე რომ გულით აგიხსნათ რა ასე რომ შემოძვირფასებო დღეს მე აქ დაგემშვიდობებით და კარგად ბრძანდებოდეთ გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარის სახით და კარგად იყავით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ ვიდეომდე იმედია იმის ვიდეო მოგეწონებათ. კარგად იყავით.